დილმშვიდობის ჩანაბო. როგორ ხართ? მე ნორმალურად ვარ. დაკარგული. საიდანაც ხო უნდა დამეწყო და მოვსულიყავი ხო და შემოგირბინეთ დაახლოებით 10 წუთი მაქვს იმისთვის რომ მოგიკითხოთ, მოგიყვეთ რაღაცეები, ვიჭიკჭიკო და წავიდე გავქრე. ჩემი დაკარგვა განაპირობა ნიკუშას ოპერაციამ, ჯერ დაგეგმარება, შემდეგ ჩატარება და რეაბილიტაცია, რომელიც ყველაზე რთული იყო. გაიკეთა ხეჩინაშვილში. თუ ვინმე მიწერდით, რომ ძალიან მარტივი ოპერაცია იყო, ძალიან შეცდით, იმიტომ რომ ინდივიდუალურია და რეაბილიტაცია იყო ძალიან ცუდი. დაახლოებით 4 დღე და ღამე ნიკუშას ჰქონდა საშინელი ტკივილები. იმდენად საშინელი, რომ კოლაბორაციაში ვასმევდი დამაყუჩებლებს, რომლის დოზებიც განკუთვნილი იყო მისი ასაკის და ორგანიზმისთვის და ჯგუფებად ესე ვუმატებდი 200 მილიგრამებს, 300 მილიგრამებს, რომ ტკივილი ოდნავ გაყუჩებულიყო. ნიკუშას გამოუცვალეს წგიდე და გაუკეთდა პლასტიკური ნიჟარების, ან ორივე ხელოვნური არის, მე მგონი თუ არ ვცდები, ასე წერია დასკვნაში, იმიტომ რომ მისი წგიდე აღარ ვარგო და ახალი გედლაინებით კეთდება სილიკონის ტამპონებით, სხვაში, რომელიც აი აქამდე არის, შესაბამისად აქ წნევა იქმნება და გარდა იმის, რომ ეს დაჩეჩქვილი ხრტილი გტკივა, წნევა გაწვება ყველგან თვალებში, შუბლში. ნარკოზმა იდეალურად ჩაიარა, 45 წუთიანი ნარკოზი იყო, ოპერაციაც წარმატებით დასრულდა, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც ქირურგს უნდა და დღევანდელი შეფასებით და რიგებიდან გამომდინარე და ჩემი არჩევანით დავით მაღრაძე არის ერთ-ერთი წამყვანი ქირურგი ამ ამბავში და ჩაატარა მან. ოპერაცია, რა თქმა უნდა, ალბათ 30 წუთიანი იყო, მაგრამ მოსამზადებელი პერიოდი და შემდეგ გამოსასვლელი ნარკოზიდან გაგრძელდა, გაიწევა 2 საათნახევარი ველოდებოდა. იმ ღამესვე წამოვედით, არ გავჩერდი, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელი პირობები იყო. მიუხედავად იმის, რომ ქირურგის ძალიან კმაყოფილი ვარ, დღე-ღამე ნებისმიერ დღეს მონაკვეთში ვურეკავდი, იმიტომ რომ ტკივილს ვერ ვაყუჩებდი და ანტიბიოტიკი, რომელიც დაინიშნა და იყო ზედასასუნთქი გზების კონკრეტულად, იყო დეფიციტში. გამხსნელები თუ ვინმე მუშაობთ აფთიაქში გეცოდინებათ, რომ ნებისმიერი გამხსნელი დეფიციტშია და მოკლედ ეს ნაოპერაციები ბავშვს დაახლოებით 3 საათი ვაწანწალე იმისთვის, რომ წამლები ამიკრიფა და მე დანარჩენს ონლაინ მოვერიე. შემდეგ 7 დღიანი ანტიბიოტიკი, ნემსების, შემდეგ იყო პარალელურ რეჟიმში, შემდეგ კი არა ცხვირის წვეთები, მოკლედ. მე-5 დღეს ტამპონი რომ გამოვიღეთ, თუ მე-4 დღეს, იქ უკვე დაიწყო ოდნავ დაყუჩება, თუ გჯერდებოდა დღე-ღამეში 8 და 7 დამაყუჩებელი, შემდეგ გადავედით 2-ზე, 3-ზე. და ასე ნელ-ნელა ეხლა უკვე წავიყვანე, გუშინ წინ ჩავიყვანე თელავში, დაუბრუნდა სკოლას, დაუბრუნდა, ანუ ვარჯიში არ შეიძლება, ერთი დღე აკრძალულია. შესაბამისად, ნელ-ნელა ჩაჯდება ეხლა ამ პარასკევს არ და იქითა პარასკევს ბოლო კონსულტაცია გვიწევს და დასასრულს მივახლოვ და შემდეგი ოპერაცია კბილების გვაქვს და მოკლედ ძალიან მხიარულად ვარ ამ ამბავში. აი ამიტომ ვიყავი დაკარგული, იმიტომ რომ აი ეს მოსამზადებელი პერიოდიც და მე გადასალახიც ძალიან რთული იყო და თან როცა მარტო ხარ სახლში. ანუ პასუხისმგებლობები ყველაფერი შენზე, შენ ხარ გადამხდელი, შენ ხარ ყველაფრის ამტანიც, ანუ არ ვიცი, ბავშვის გვერდით ვიწექი და ვიჯექი უფრო სწორად ჩაცმული, იმიტომ რომ
შეუძლებელი იყო თვალი მოგვეხუჭა ისეთ ტკივილები გამოვიარეთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მივიღეთ, ბოლოს უკვე აქ სილიკონის ფირფიტები ავაგა და ბოლო გამოღება ეგ იყო და გამოვუყეს, გამოვიდა და იცახის რომ ტვინი მეყინებაო, იმდენი ჰაერი შემდისო, თავშიო და ცხვირშიო, რომ ასე მგონია რომ ის არისო, ორპირიო. ნიკუშას რეაქცია იყო ესეთი სუნთქვაზე და ძალიან ბედნიერია რომ სუნთქავს. ნელ-ნელა გადაეჩვევა პირით სუნთქვას და უკვე დაიწყებს ცხვირით სუნთქვას და ეს იყო ჩემი მიზანი ამ ყველაფრის, იმიტომ გავიარეთ ეს რომ მას ასე ორპირი ქონოდა და კარგად ესუნთქა. დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივ სტაბილურად. ეოჩი. არაფერი განსაკუთრებული. სახლი, საქმეები, სამსახურები, ფული შოვნა, დახარჯვა მერე ძალიან მარტივად რო იხარჯება ისე. რომ წვალობ, მოკოწიწებ რაღაცას და გონია რომ ის შეკარი და უცებ ჰოპ და აღარ არის. ოპერაცია დაფინანსდა, მაგრამ პრეპარატები რა თქმა უნდა მე არ მაქვს დაზღვევა და შესაბამისად ჩემი გადასახდელი იყო და გაუტოლდა თუ არა გადააჭარბა ოპერაციის თანხას, ამიტომ ძალიან მომზადებული შევხვდი ამ ამბავს, გააზრებული მქონდა და დიდად არსად არ გავიჭედე და არაფერი არ მოხდა. მამა და ჩემი და მეუბნებოდნენ რომ დაგეხმარებითო, მაგრამ აღმოჩნდა რომ მზად ვიყავი მე ამ ყველაფრისთვის. ეხლა რაც შეეხება ჩემს გეგმებს, სურვილები ჩამოვწერე, რა მჭირდება. პირველი რაც უნდა გავაკეთო, წაგიყვანთ აუცილებლად. მე დავდივარ თვალის ექიმთან ზერაში, იმიტომ რომ მაღაზიათა ქსელია ეს. იმიტომ რომ რამდენი გადავამოწმე, იმდენი იდენტური პასუხი იყო. ანუ მაღაზიათა ქსელში ზის თვალის ექიმი, სადაც შემოწმებ, არჩევ ჩარჩოს სათვალის და ჩასვავენ. ვატყობ რომ რაღაცა ცვლილება მოხდა, თან დიდი ხანი არ შემოწმებია თვალები და პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, თვალებს უნდა მივხედო და ძალიან მომეწონა ზერაში ხელნაკეთი ქართული სათვალები, რომლის ღირებულება 740 ლარი იყო. ძალიან გავუბრაზდი. განა იმიტომ რომ დაუშვათ ძვირია არა, ანუ ცოტა იაფი უნდა ყიდდეს, 500-400 მაინც უნდა ყიდდეს, იმიტომ რომ ჩემი წინა ჩარჩო, რომელიც მე მიკეთია, ის შავი 495 გადავიხადე და დაახლოებით მე-4 წელია მიკეთია. სიმსუბუქე, არადისკომფორტი სათვალე არის ჩემთვის ყველაზე დისკომფორტი რამე. შევეცდები ხა ლინზაც ავიღო უფერო და ვნახოთ როგორ მოვიხმარ, იმიტომ რომ ძალიან მაწუხებს სათვალე. ნუ მიყვება ესე გეგმები, მე ისევ ნიკუშას კბილები, მე ისევ ნიკუშას ბრეკეტები, ხოლ ჩემი უფროსი შვილის დაბადების დღე და მივდივარ თელავში კიდევ. აბა როგორ იქნება? 23 წლის ხდება და აუცილებლად მის გვერდით უნდა ვიყო, აუცილებლად ნამცხვარი თუ არ ვიყიდეთ, სამთელი თუ არა ვანთეთ, ისეთი დაბადების დღე როგორ შეიძლება იყოს. ხოდა ესე ჩემს ნაჭრში, ჩემს ცხოვრებაში გადარბენები, გადმორბენები, ამბები, სულ ეს იყო. მე მინდა გაჩვენოთ ახლა ჩემი საჩუქარი. როცა ძალიან დასტრესებ მდგომარეობაში მე ძალიან მიყვარს ეს სიტყვა და სულ ამბობ ხოლმე ძალიან დავისტრესე, მაგრამ მართლა დავისტრესე. წინაც, მიმდინარე პროცესშიც, შემდეგაც არ ვიცი. მე მგონი ცოტა გიჟი ვარ. ან მარტო რო არის პასუხისმგებლობები ძალიან მიჭერს ხოლმე და ვერ ვაწვდით ვინ სწორად ინფორმაციას, ცოტა მიჭერს ხოლმე, რომელიც ჩემს შვილებს ეხება და ჩემმა რძელმა გადაწყვიტა, რომ მემჭირდებოდა ძალიან ბევრი ვიტამინები. და აი ასეთი 5 მომართვა. ეს არის კორეული. მოგეხსენებათ, კორეაში ჯანმრთელობა პირველ ადგილზე დგას და აქვს ნექებიდან დაწყებული, წვენებით დამთავრებული ისეთი აქ მესამე უკვე გახარჯვაშია წასული დასალევები და შესაჭმელები და წასასნექები, რომ ყველაფერი ჯანმრთელია.
რა არის ახლა ეს? ჯერ ხო ანოტაციას კარგად გავეცანი, უკვე ნახეთ რამდენი დავლია, უნდა გადავიდე მეორე კოლოფზე. ეს არის ბროწეული და ჟენშენის ფესვები. აბსოლუტურად ნატურალურია, არის კონცენტრანტი. იმდენად ტკბილია, რომ მოვსინჯე, რომ პირდაპირ დამელია და ვერ დაგლია. მე მინდა გამჭვირვალე ჭიქაში გაჩვენოთ, როგორ ფერზე გამოვა და დავძვრები ყველგან. ჩამოვიღოთ ჩვენი ჭიქები. ასე ვხსენ ამას დანამატია ჩვეულებრივი, რომელიც აშკარად ჩვენს ხასიათზეც აისახა, რომ სვავ რაღაცას ხო გქონია, D ვიტამინს და ომეგას და ასე შემდეგ, რომ სვავ ხო გქონია ძალიან კარგად ხარ. აი ამდენი არის ჩინელი და გადავარჩა წინ. ჟენშენის მრავალწლიანი ფესვებია და საოცარი გემო მე ჯანჯაფილიც მეყვარს, მცენარეები მეყვარს, დეკა მეყვარს, კრაზანა მეყვარს, ანუ ყველაფრის გემო ძალიან მეყვარს, გვირილა მეყვარს და ესეც ჩემთვის ძალიან ისეთი აღმოჩნდა. გაგვიმარჯოს ვიღაც ჯანმრთელები. ძალიან გემრიელია. ფასი ნახე და შევიშალე $80 ღირს ფასდათმობით და გავიხსნი უკვე, იმიტომ რომ თელავშიც უნდა გავიღო. მარტში გამჭედა ანალიზებს ნახოთ. კომერციის მადრიდის ნორმალური ანალიზები მაქვს ხოლმე. ეს შეჯერებით მომწონს ძალიან პომპეზური შეფერვა. თითქოს ძალიან ლამაზი ტუფები უნდა იყოს, ან ძალიან ლამაზი ბიჟუტერია ისეთი შეფუთოთ. ბროწეული არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული, ოღონდ არის ერთი, ოღონდ ყოველთვის მეგარება გარჩევა. წავედი მე ვისიამოვნებ ჩემი დანამატით. თქვენ გიტოვებთ დღეს რა დღეა ღმერთო ჩემო გაგებაში არ ვარ. 4 შაბათი უნდა იყოს წესით. ბედნიერება ეს ფებრუარიც რო გაეთრია. მარტი ცოტა გაიწელება და მალე უკვე გაზაფხული მოვა და შევეცდები კადრები გაგიზიაროთ ხვალ თუ წავედი და შევძელი გზებზე გადაადგილება როგორი გაპრანჭულია და პატარძალებით მორთულია კახეთი. ეს არის საოცრება. მთელი გზა ეს დათოვლი ნაძვები გადათეთრებული გარემო რო ვიმგზავრე იყო არ ვიცი. ძალიან ლამაზი. მე თქვენ გემშვიდობებით, ოღონდ უკვე დროებით დავბრუნდები როგორც შემეძლება.